ჩვენ მეორე კლასიდან დავიწყეთ პროექტის კეთება, რომელსაც ქვია რა ქვია? რა ქვია პროექტ? ნორჩი მწერალი, ხო? კი ბატონო. პრეზენტაციების ფარგლებში ყოველთვის წერთ მესამე მეორე კლასიდან, ხო? მოთხრობებს. მას გაქვს ახლა ჩაწერილი ის ძველი მოთხრობები. შეგიძლია გვაჩვენო, აბა მოიტანე. მოდი, პირველი რა გვიწერია, აბა, შენ რა გიწერია? სასჯელი. მაჩვენე მოიტანე და მასა ეს სასჯელი. აჰა, ესე, კარგი. მაშო შენ რა გიწერია პირველი შენ წიგნში? მას სათაური მითხარი, წინ რა გიწერია? მას ძველი წიგნი მას. იყოს. და ეს ახალი გააკეთე? კარგი, არა უშავს. შენ გიწერია ძველი შაშანდელი მანდლაზარე? გავშვებით. მოიტანეთ, დაგვანახე. ნახატია. ნახატი არა უშავს, ყველგან შეიძლება. აჰა, ესა. ხო, რა სიტყვი ამ წიგნებზე? აბა? ეს წიგნები დაგვირდა მაშონ. მაშონ გააკეთა თავის ხელით და მეორე კლასში დაგვირიგა, ხო თუ რომელი კლასი იყო? მეორე კლასი იყო, კი, საჩუქრად. ხო, საჩუქრად მოგიტანათ ბავშვებს. კი ბატონო, ბარბარე, შენ რას დაამატე? ჩვენი საკუთარი მოთხრობების დაწერა დავიწყეთ მეორე კლასიდან და ახლა ვაკეთებ. შეგვაქვს და ასევე რას ვაკეთებთ? ნახატებს, ხო? მაშო გააქვს შენ რამე ნახატი გაკეთებული ილუსტრაციები? ახალი გაქვს, ახალი შექმენი, კი ბატონო, ძალიან კარგი. აჰა, ეს დღევანდელი შენი ღამურა. რა ერქვა გუშინდელ ჩვენ მოთხრობას ცანცარა ღამურა. ხო, ზოგჯერ ხდება ისე, რომ როგორ ვაკეთებთ? ყველა ერთ მოთხრობას ვწერთ. ერთად ვწერთ, ანუ კლასი ხო ბავშვები, ესე არ არის? ზოგჯერ ერთად ვწერთ და ზოგჯერ დამოუკიდებლად, განსხვავებულად ვწერთ. შეიძლება სათაური ერთი იყოს და აქ საინტერესოა სხვადასხვა ბავშვი ამ სათაურის მიხედვით როგორ აწყობს ტექსტს და გუშინ რაც გავაკეთეთ იყო რომ ყველა ერთად ჩემთან ერთად წერეთ. როგორ იყო? აი მე მახსოვს რომ დაახლოებით თითო ან ორ წინადადებას ამბობდა კლასი ან ცალკე ბავშვი და ხო მორიგეობით ესე ნელ-ნელა ესე ავაწყეთ ტექსტი. ახლა ვის უნდა მოვუსმინოთ, ვისი ტექსტი უნდა მოვისმინოთ? ლაზარე კითხულობდა, ხო? აბა მიდი ლაზარე, თქვენ წაიკითხეთ უკვე. თქვენ არა, კი ბატონო. აბა მიდი ლაზარეს დასხედით ახლა სხვებსაც ხო გაქვთ დაწერილი, ვიცი სხვებსაც გაქვთ და ახლა ამჯერად მოვუსმინოთ ლაზარეს. ცანცარა ღამე. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ცანცარა. ეს სახელი იმიტომაც დაარქვეს, რომ სულ ცანცარებდა. შუქის სინათლეზე კი მის ჭიდილის ეშინოდა და ხან რას მიეჯახებოდა და ხან რას. ბუმეს შეამჩნია და კითხა. ღამურა რისი გეშინია? ღამურა მოპასუხა. რომ ეშინოდა შავი დიდი არსების თითქოს ვიღაც შავი მოუყვება უკან. ბუს ჩაეცინა. ეგ დიდი არსება კი არა, შენი ჭრილია. უთხრა გაუკვირდა ღამურას. აღმოჩნდა, რომ ღამურა ცანცარა კი ცანცარა აღარ ყოფილა. სახელი დაარქვეს ცანცარა, მაგრამ თურმე ღამურა არ ყოფილა ცანცარა. ღამურას არაფრის არ ეშინოდა და დაფრინავდა ჩაოლებრივად. კარგი, ეხლა ბარბარე მოვიდეს. მოდი ბაბი. მადლობა ლაზარეს. მოიტანე შენი ნახატი ახლოდან ვნახოთ აბა შენი. აბა. აი ძალიან ლამაზია. საბა მოიტანე შენი ღამურაც კარგად ახლოდან ვნახოთ, მოიტანე. ძალიან საყვარელი ღამურია. კარგი, მოდი ბაბი შენის გვაჩვენე და მე წაგვიკითხე, დაბძანდი. მაშო შენ არ დახატე? არ დაწერე? მარიამ, ღამურ არ დახატე შენ? როგორ ველოდებოდი შენ ახაც? კარგი, არა უშავს, მე დახატე. აბა დაჯექი და ეხლა ბარბარეს მოვუსმინოთ. აბა ყნარად ვიყოთ, ხმაური ზედმეტი რო არ იყოს. აბა მიდი. ცელქი ღამურა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ცანცარა ღამურა. აღმოჩნდა, რომ ღამურა ცანცარა კი არ იყო, არამედ თავისი ჭრიდილის ეშინოდა და შეშინებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა რაღაცებს. ცხოველებს კი ეგონათ,
ცანცარებდა და ამიტომაც შეარქვეს მეცახელი. აი, თურმე რა ყოფილა, სულაც არ ყოფილა ცანცარა. ერთხელ ღამეს, როცა მთვარე კარგად ანათებდა, ღამურამ შეამჩნია, რომ მასთან დასდევდა უზარმაზარი შავი არსება და ძალიან შეშინდა. შეშინებულს დაუწყია უგზო უკლოდ ფრენა და ამიტომაც ეხეთქებოდა თურმე ხეებსა და სხვადასხვა რაღაცებს. ერთხელ ბუნ შეამჩნია ღამურას ის უცნაური ქცევა. გაუკვირდა და მივიდა და კითხა: რა გჭირს? რატომ იქცევი ასე? რაღაც საშინელი დამსდევს და მეშინია. ბუნს ჩაეცინა, მოეფერა ღამურას და უთხრა: ნუ გეშინია, ეს შენი ჩრდილია. ის მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა მთვარე ანათებს. ამიტომ აღარ შეშინდე. ამის შემდეგ ღამურას აღარ ეშინოდა. კარგი გოგო ხარ, კარგია. აბა გამოვიდეს ახლა ვის აქვს სურვილი? კარგად რომ წავიკითხოთ. აბა ნატა მოდი, აბა გამოვიდე. ყველას ახლა დღეს ვერ გამოვიყვან, მაგრამ სხვა დროს აბა გვაჩვენე შენი ტექსტი. ნახატიც გაქვს გაკეთებული ილუსტრაცია, აბა გვაჩვენე. ხეებს რო ეჯახებ. კი ბატონო, აბა წაგვიკითხე და ეს იყო დღეს ეს გვეყოფა საკმარისია დღეს. მამაკლა. იყო და არა იყო რა. იყო ცანცარა ღამე. ეს მეცახელი ცხოველებმა შეარქვეს, რადგან ღამურა მათ მოსვენებას არ აძლევდა. სულ თამაში უნდოდა და ეჯახებოდა ხეებს, ღობეებს და კედლებს. აღმოჩნდა, რომ ღამურა ცანცარა კი არ იყო, არამედ თავისი ჩრდილის ეშინოდა და შეშინებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა რაღაცებს. ცხოველებს კი ეგონათ ცანცარებდა და ამიტომ შეარქვეს მეტსახელად ცანცარი. ერთხელ მთვარე ანათებდა. ღამურამ შეამჩნია, რომ უკან დასდევდა უზარმაზარი შავი არსება და ძალიან შეეშინა. შეშინებულს დაუწყია უგზო უკლოდ ფრენა და ამიტომაც დაეხეთქა ძირს. ბუმ შეამჩნია ღამურას უცნაური ქცევა. მივიდა და ჰკითხა: რა გჭირს? რატომ იქცევი ასე? რაღაცა არსება დამსდევს და მეშინია. ბუნს ჩაეცინა, მოეფერა ღამურას და უთხრა: ნუ გეშინია, ეს შენი ჩრდილია. ის მაშინ გამოჩნდება, როდესაც მთვარე გაანათებს. ამიტომ არ შეგეშინდა. ამის შემდეგ ღამურას აღარ ეშინოდა. ხეებს თუ კედლებს აღარ ეხეთქა და ცხოველებსაც აღარ ეწოდა. მაგრამ ცანცარა მაინც შეეჭა. თუმცა ღამურას ცოტა ხმამაღლა არის მის უკან. სულ არ სწყენა. ოჩა, კარგი გოგო.